ამათ შეხედეთ ვიზია რა მდგომარეობა არის რა შეფასება ექნება თავისთავად ცხადია რომ პრობლემებითაა და გაჭირვებითაა სავსე ყველაფერი. რა თქმა უნდა შექმნა პრობლემები. თოვლმა ეს ბუნებრივი მოვლენა არის და ამისთვის მზად ვიქნებით თუ არ ვიქნებით ბუნებრივ მოვლენას ვერ გადაუდგებით ასე რომ ვთქვათ წინ. Გაწმენდილი არის, რასაც უყურებ არის დღეს გამოვედი პირველად გარეთ. მე რაც გამოვედი პრობლემა არ შემქნია. ავანგარდში. ნუ ახლა ჩიხებში რა თქმა უნდა საშინელი მდგომარეობაა. და გზაზე ჩვეულებრივად გზა რა ვიცი მოძრაობს. ჯარგო ფერხებს ჯერჯერობით და ისეთ უმერია უფრო გამოძრავდება და გაწმენს გზებს ძალიან კარგი იქნება. აქ არ გვაფერხებს, მაგრამ ეხა გორაზე ვცხოვრობ და გორაზე და გვიჭირს მოსახლეობა წმინდავს. რავი, სხვა მხრივ რა უშავს. მაინც ყველაზე მეტად რა პრობლემები შეგექმნათ ამ რამდენიმე წელში? ტრანსპორტი ალბათ, როგორც ყველას. ტრანსპორტში. რა ვიცი, კარგად. მაინც ასე ამოვნოა. თქვენ თვითონაც ხედავთ რა მდგომარეობა, მე რა უნდა გითხრათ ამაზე მეტი. საერთოდ გადაადგილება ძალიან ჭირს. და გაწმენდილიც არა თოვლისგან ეს ტერიტორიები და ვფიქრობ, რომ უფრო სხვაგვარად უნდა იყოს მობილიზებული ქალაქი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა გამოიწვია. რა ვიცი, ჩიხებში გორაზე მაგათად არ იწვიდება გზები. ქალაქში არა უშავს. გაწმენდილი არის და ჩვენსკენ ახლა ჩიხებში არ იწვიდება. რა თქმა მაგას შვილო ან შეფასებ ვერ ხედავ გზები არ არის თუ არა ეკონომიურად რო გვიჭირს ეს არავინაა გამკითხველი შენ რათი ირჩენ თავს როგორ ახარ არ აინტერესებთ გზები ნახე ამისანო ვალინკებით უნდა ვიარო უპატრონო ქვეყანა ეგეა სიმართლე თვითონ კომფორტულად ხო არიან წესრიგებელია შვილო ყველაფერი საქმეა. არა, გზა გაწმენდილია დილით 8 საათიდან უკვე. სამსახურში დავდივართ. მე სადაც დავდივარ, მივდივარ იქამდე და ვიცება. ნორმალურია. უკეთესი შეიძლება კიდე, მაგრამ ამას რა ეცელება არის. შეღაურე, შვილო, რა დღეს შეფასება უნდა მას. პატრონი არ ყავს. პატრონი. რა პრობლემები და თახი დავდივარ. ყავს, მაღარა და ვერ ვიყენებ. ძალიან უწმენდელი და ყველაფერი.